მოგესალმებით, ჩემო ქართველებო, ემიგრანტებო და არაემიგრანტებო. ახლა მინდა დავსვა ისეთი კითხვა, რომელიც შეეხება მთელს ქართველობას და ძალიან გთხოვთ, გამეცით ამ კითხვაზე პასუხი. უპირველესად თქვენი მოქმედებებით. მე აღარ ველი კომენტარებს. საჭიროა რომ მართლა ვიმოქმედოთ. თორემ უკვე წერე და იკითხეს დონეზეა რა, ყველაფერი. რუსები, რომლებმაც უბრძოლველად დაიპყრეს უკვე საქართველო და მხოლოდ იურიდიული აღიარება სჭირდებათ. აი მათ უკვე ისეთი რამ გააკეთეს, რაც არის თითოეული თქვენთაგანისათვის სტილის გაწვნა. და ეს არის ირანიზაცია, არაბიზაცია და მე ვიტყოდი ინდიზაციაც, პაკისტანიზაციის ჩათვლით. ჩინეთიზაციაზე ხო გასაგებია რაც ხდება. ის კარგახანია მიმდინარეობს და როცა თავს წამოყოფს უკვე ძალიან გვიანი იქნება. მეორე უიღურეთად იქცევით. იგივე აღმოსავლეთ თურქისტანად, რომელიც ჩინეთს ანექსირებული აქვს და უიღურები, ანუ ისტორიული თურქისტანის მკვიდრი მოსახლეობა საკონცენტრაციო ბანაკებში ყავს გამოკეტილი და მეჩეთები საპირფარეშოება და აქცეული. თქვენს ეკლესიას რას უზამენ? ათეისტი ჩინელები, მაგასაც ნახავთ. რუსები არ გეყოთ, ახლა ჩინელებიც მოიმატეთ და ირანელებიც რომ გადაგიკეთებენ მალე ტაძრებს მეჩეთებად, იმ დღესაც მოესწრებით, თუ თქვენი მოქმედება არ იქნება. აი კრწანიშში მაგალითად შენდება მეჩეთი. არ ვიცი მის უკან ვინ დგას, ირანი, არაბეთი, მაგრამ ფაქტია რომ შენდება. შიიტურია თუ სუნიტური, ამას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს. თავარია რომ მეჩეთია. მაგრამ ახლა მინდა კიდევ დაუსვა კითხვა ალტინფოს, აი ამ რუსულ ტელევიზიას, რომელსაც ხალხმა ყალბინფოც შეარქვა და სამართლიანადაც. თქვენ რო იძახით რომ აი ხდება ისლამიზაცია, მაგრამ არ ამბობთ ვინ არის ამის გამომწვევი. თქვენ ხო ქართული ოცნების შავრაზმელები ხართ, მაგრამ ვერ ბედავთ რომ ოცნებას ბევრი დაუსვათ კითხვა ამის შესახებ. ეს იგივე რაც ისაუბრო დაავადებაზე, პროსტორედ მის სიმპტომებზე, მაგრამ არა გამომწვევ მიზეზებზე. თქვენ უბრალოდ პოლიტიკურ ქულებს იწერთ, მაგრამ არასდროს ჩახვალთ სიღრმემდე, ვინ არის ამ ყველაფრის გამომწვევი. უპირველეს ყოვლისა ამის გამომწვევი არის რუსები და რატო? რომ ქართველობა დააჩოქონ მოსკოვის წინაშე, ისლამიზაციის შიშით. არა და ეს ხელოვნურად შექმნილი პრობლემა, ხომ ცხადია, ვის მიერ არის შექმნილი? რუსული რეჟიმის მიერ, რომელიც არის მოსკოვის მარიონეტი. და რომ ქართული ოცნება მოსკოვის მარიონეტია, ეს ისეთივე ჭეშმარიტებაა, როგორც 2x2 არის 4. მაგრამ ალტინფო ამაზე ვერ ისაუბრებს, იმიტომ რომ ის მარტო პოლიტიკურ ქულებს იწერს და ეწევა ქართველიერის დაგსაქვსას. ის არასდროს შეეხება იმას, რომ ბათუმი უკვე რუსული ქალაქია. მაგრამ ვინ არის თბილისში არაბიზაციის, ირანიზაციის, პაკისტანიზაციის თავი? ამაზე რატომ არ საუბრობთ? და ვაი ქართველ ერს ალტინფოს რომ ამდენ სალაპარაკებს და რუსულ რეჟიმს რომ უფლებას აძლევს რომ რუსები გამაგრდნენ ბათუმში და შემდეგ მართონ აი ეს პროცესი ისლამიზაციის თბილისში და სხვა ქალაქებშიც. და მაგალითად ქუთაისში რომ არის კიდევ ჩინური ქალაქი, დიდი ქალაქი მოზრდილი საკმაოდ, რადგან მოსახლეობა საუბრობს. ან კიდევ ჩინელები როგორ ეწევიან რუსებთან ერთად სვანეთის ხეთხის ექსპლუატაციას ბარბაროსულად. და კიდევ სხვა კუთხეებშიც. რა იყო ქართველებო, გაქრობა გინდათ? იცით მაინც რამხელა იმპერიები ინაწილებენ თქვენს მიწას რუსეთის დაშვებით. რუსეთს არ ჭირდება თვითონ აი ეს მიგრანტები. ის თქვენ გიყრით მათ. და აქ როდესაც ქართველობას დააჩოქებს, აი ამ მიგრანტების შემოყრით და შემდეგ მათი ამოქმედებით, როდესაც უკვე ქართველობა დასუსტდება და რუსების გეგმით, რომ თითქოს და მათ წინაშე დაიჩოქებს. აი ამას მოელის რუსეთი.
ვერ იღისებიან, ჩვენ არასდროს დავიჩოქებთ მოსკოვის წინაშე. მაგრამ იმისათვის, რომ არ მოხდეს ეს საშინელება, თითოეულმა უნდა იმოქმედოს. და არანაირი რუსული ქალაქი ბათუმში, რუსები რო გეგმავენ ქალაქში შექმნა, არანაირი არაბული ქალაქი ბათუმსა და თბილისში. რუსები ჯერ ბათუმში მაგრდებიან და თანდათან თბილისსაც იკავებენ, მაგრამ თბილისი ჯერ დაუთმეს ისლამურ ელემენტს, რომ მერე ქართველობა იქ დააჩოქონ. და მერე ქართველობამ რო თხოვოს მათ დახმარება, თვითონ პრობლემის შემქმნელებს. ეს არ უნდა მოხდეს. ბათუმშიც მიმდინარეობს ისლამიზაცია, მაგრამ იქ უფრო რუსიფიკაცია ბოლო დროს. იმიტომ რომ რუსებს სჭირდებათ ბათუმი და ყოველად ცდილობენ იქ გამაგრებას. იმიტომ რომ ეს არის უმნიშვნელოვანესი სტრატეგიული პუნქტი და ჩვენ გვახსოვს, რომ რუსეთი, როდესაც ჯერ კიდევ ფლობდა სირიას, ის ბათუმს განიხილავდა ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სტრატეგიულ პუნქტად და მეორე მსოფლიო ომის დროს, როცა საქართველო ოკუპირებული იყო რუსების მიერ, ბათუმს ხო იყენებდნენ რუსები თავიანთი ფლოტის სადგომად გერმანელებთან ომის დროს. აი ახლა სჭირდებათ, რომ კიდევ ერთი უსაფრთხო ბაზა შეუქმნან თავიანთ ფლოტს. უბრალოდ მის გადარჩენილ ნაწილს, იმიტომ რომ რუსეთ-უკრაინის ომის შედეგად რუსული ფლოტი განადგურებულია. ოკუპანტების ფლოტი შავ ზღვაზე თითქმის აღარ არსებობს, მაგრამ ნარჩენების შესანახად ჭირდება ბათუმი. აი დავიღალე რა მაგრა უკვე. დავიღალე რა, ერთი და იგივეზე რომ იწევს საუბარი. და რატომ არის თქვენი მხრიდან დუმილი ვერ გავიგე? რა, ქართველო კაცებო, კაცობა მარტო მამაკაცობის ბიოლოგიური ორგანოების ქონაა? თუ კაცობა სხვა რაღაცასაც მოიცავს, ამიხსენით. მე მუდამ ვზვერავ, სად ვინ სახლდება და ჩემი მეგობრებიც. ვერ გავიგე, ნუ თუ ასეთი რთულია იმის დაზვერვა, არ ამის დაგეგმვა უკვე. უკვე არსებითი შედეგები გვჭირდება რა და მოქმედებები. მე და ჩემი ჯგუფი და დანარჩენი ადამიანები მარტო ვართ. და ცალკეული ბლოგერები, ვინც ამას იღებს, ან ავრცელებს. და მერე ეს ალტინფო სპეკულირებს იმ თემით, რომ აი არაბიზაცია და ირანიზაცია მიმდინარეობს. აი რუსულ რეჟიმს და ალტინფოს ხმა უნდა ჩააწყვეტინოთ. აქედან რუსებიც, ირანელებიც, არაბებიც და ყველა ოკუპანტები უნდა გაიყაროს. თორე დიდი იმპერიები გადაგინაწილებენ. ჩინეთი, ინდოეთი, პაკისტანი, რუსეთი უპირველეს ყოვლისა. ჩინეთი იმიტომ ვახსენე, რადგანაც მალე თვითონ რუსეთს ჩინეთი გადაყლაპავს. მაგრამ რუსეთი სანამ განადგურდება, ის თქვენ განადგურებას მოასწრებს. და მერე უკვე ჩინეთი გადაიბარებს ყველაფერს. რომლისთვისაც რუსეთს უკვე ციმბირი მიყიდული აქვს, იმიტომ რომ ვეღარ ინარჩუნებს. გადაყლაპავთ ირანიც, არაბებიც. არ არის გამორიცხული, რომ კვლავ აღდგეს სახალიფო. რაც ისლამურმა სახელმწიფომ ვერ შეძლო, შეიძლება ცალკეულმა ემირებმა და შეიხებმა შეძლონ. ან ისლამისტურმა დაჯგუფებებმა, რომლებიც მიმოფანტულია მთელ ახლო აღმოსავლეთში. და თუ საქართველოში გადმოვა არაბული ელემენტი, რატომაც არა, კავკასიის ვილაიათს შექმნიან დედაქალაქით თბილისში. დედაქალაქი ეს პირობითად რო ვთქვათ. გამოდით ყველა და გააპროტესტეთ მასიურად, უწყვეტად. ეს რეჟიმი უნდა დასრულდეს, მაგრამ მასთან ერთად მიგრანტებიც უნდა გაიყარონ, რუსები, არაბები, პაკისტანელები, ინდოელები, ჩინელები, ირანელები და ყველა, ვინც საქართველოს უბრძოლველად იპყრობს. არანაირი რუსული და არაბული ანკლავები და მით უმეტეს ირანული, ჩინური, ინდური და პაკისტანური საქართველოში. არ გვჭირდება ჩვენ ბარბაროსები. ჩვენს მეფეებს, მოწამეებს, გმირებს იმისათვის არ დაუღრიათ სისხლი, რომ საქართველო იყოს ვიღაცის მიერ კოლონიზებული. თან კიდევ ალტინფოსნაირებიც რო სპეკულირებდნენ, ამისათვის ნახდად არ უბრძოლია
ჩვენს მოწამე გმირებს. გამოფხიზლდი საქართველო, იფხიზლე.